მოგესალმებით, თქვენ ვიყოფებით არხზე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი. ამ ვიდეოში მინდა გითხრათ წინაზე რა შეცდომა დავუშვი და ასევე მინდა გითხრათ ეს კოდი, რომელსაც მე ვწერ, როგორ შეგიძლიათ ნახოთ რა. პირველ რიგში ესე იგი, რა ხდება? აქ, როდესაც წინაზე დაიგითხარით ამ ფუნქციაზე და აქ რაღაც მიხვდებოდით, რომ რაღაც ვერ გავაკეთე, ბოდიში გიხდით შეცდომით გიხსნით ფაქტიურად, იმიტომ რომ როგორც ვნახე, ეს ფუნქცია ასე, როგორც მე მიწერია, დაი აღარ მუშაობს PHP-ს ახალ ვერსიებში. ანუ PHP-ს ვერსია თუ არის 8-ზე მეტი, 8 და 00-დან რა, უკვე ეს ფუნქცია ასე აღარ მუშაობს და ჩვენი PHP ვერსია 8-ზე მეტია, ანუ აქ ახლა CMD რო გავხსნათ, შეგვიძლია PHP ვერსია ვნახოთ, მაგრამ ისედაც, როდესაც XAMPP-ს ვაყენებდით, იქ ვნახულობდით, რომ PHP ვერსია 8-ზე მეტს ვაყენებდით რა, იქ არჩევანის უფლება ჰქონდა. ნახეთ, ახლა PHP ვერსიას ვნახავ ასე. თუ დაგაინტერესებთ მაინც რა, გახსენება რაღაც PHP-v და აგერ დაიწერება ჩვენი PHP ვერსია 8.2.12. ესე იგი, ახალი PHP ვერსია გვაქვს და ეს დაი ასე აღარ მუშაობს და პრინციპში, რისთვისაც მე ვიყენებდი ამ დაის, რისთვისაც მინდოდა რომ ერორი გამომეტანა და კოდი გაჩერებულიყო. ეგ ისედაც ხდება რა. ანუ ნახეთ, აქ ვთქვათ, დავწერე 4 რა, არასწორად დავწერე ბაზის სახელი. ამ შემთხვევაში გამოდის ფატალური ერორი, კოდი ჩერდება, გვიწერს რომ უცნობია მონაცემთა ბაზა PHP tutorial 4 და რომელ ხაზია და რაღაც შეცდომა ამასაც გვიწერს და ქვემოთ რა თქმა უნდა ეს კოდიც აღარ აინტერესებს. ანუ ფაქტიურად მე რისთვისაც მინდოდა დაი ჩვენ შემთხვევაში იმას ისედაც აკეთებს, მაგრამ რაღაც ვარიანტებში მაინც საჭიროა დაი და აი რა ვარიანტებშიც არის საჭირო, მაგას შემდეგ მოგვიანებით რა ვიდეოებში try catch-ის დახმარებით ვნახავთ. ესე იგი, სანამ try catch-ი არ გადავალთ და არ აგიხსნით რა, მანამდე ჩვენ შეგვიძლია, რადგან არ გვჭირდება მეტი არაფერი, ეს საერთოდ წავშალოთ რა, ეს if-იც წავშალოთ, იმიტომ რომ errors ისედაც წერს. და ახლა ეს წარმატებით დაკავშირდა თუ არ დაკავშირდა, ახლა უკვე სიმართლე ვთქვათ, ესეც აღარ გვჭირდება რა. ანუ წარმატებით თუ დაკავშირდა. ნახეთ, ეს რაღაც მინდა ეს ტექსტი. ისედაც შედეგებს დავინახავ რა და წარმატებით თუ დაკავშირდა კიდე errors ისედაც წერს. მოკლედ, ამაზე თან ბოდიში გიხდით, რომ წინაზე ყვილა გაწერიეთ და არასწორად აგიხსენით. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ PHP-ს ახალ ვერსიებში ეს ასე აღარ მუშაობდა. როგორც გითხარით, try catch-ით შეგვიძლია ბევრი რამის მოგვარება, შეცდომების დაჭერა, ისე რომ fatal errors-ზე აღარ გავიდეს. აი აქ fatal errors-ზე რო გადის, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან ეს არ გვჭირდება, ამიტომ შეგვიძლია ამას მოვეშვათ რა. და იყოს ასე. თუ რამე ფატალური ერორი გამოვა და ნახავთ და მოვაგვარეთ შეცდომას, თუ არა და შედეგები აქ გამოჩნდება. ეს მინდოდა პირველი, ანუ თან ბოდიშის მოხდა და თან ახსნა, ელემენტარული ახსნა, რომ ასეც შეიძლება იყოს. და შემდეგი რაც არის, შემდეგი არის ასეთი რაღაც. მოდი მე გავხსნი links, აი მე სადღაც აქედან გავხსნი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ვიდეოს აღწერიდან იქნება ვიდეოს აღწერაში ეს ლინკი, გადახვალთ და თუ დაგჭირდებათ ჩემს კოდში ჩახედვა, ანუ რასაც აქ ახლა მე ვწერ და რაღაც, უბრალოდ გახსნით links და აქ არის რა თქმა უნდა ფაილები, ამ კოდის გამოყენება აქედან შეგიძლიათ ლინკიდანაც თუ იცით, თუ არა და გადმოწეროთ zip-ად და ისე გახსნათ, თუ არა და პირდაპირ გადახედოთ კოდს, ასე შეგიძლიათ ხო აქ. მოდით რამე ისეთი გავხსნათ, თქვათ PHP და კოდს გადახედათ რა მიწერია. ეს პრობლემა არ არის. მაგრამ იმის ჩვენება მინდოდა ნახეთ,
თუ გინდათ თქვათ კონკრეტულად გაინტერესებთ მე-18 გაკვეთილში რა დავწერე. ამისთვის აი ნახეთ აქ კომენტები არის და მე-18 გაკვეთილიდან დაწყებული მე დავმომრავლო. აი ეს მე-18 ტუტორიალში გაკვეთილში ეს გავაკეთე. და რა გავაკეთე, ამას დააჭერთ, მერე თქვათ აქ ეწერება, თქვათ მეორე გაკვეთილში, რაღაც გაკვეთილში მე-18, მე-19 და აი მე-18-ს დააჭერთ თქვათ და ნახეთ აქ წერია კოდი, რომ header PHP-ში ეს ჩავამატე, აი ეს ჩავამატე წინა გაკვეთილში. ასევე user PHP თავიდან გავაკეთე საერთოდ და აი ყველაფერი ეს ტექსტი დავწერე. და მოკლედ ას გაკვეთილების მიხედვითაც თქვენ დაინახავთ რა კოდი დავწერე, წავშალე თუ შევცვალე რა. და ვფიქრობ რაღაც შემთხვევაში თუ ანუ ვიდეოდან კარგად ვერ შეხედავთ ტექსტებს, აქ გადახვალთ და უფრო კარგად წაიკითხავთ. მოკლედ ეს ორი რაღაც ვიდეოდა მეთქვა. პირველი იყო იმ შეცდომაზე, რაც მე წინაზე დავუშვი და მეორე კიდევ ამ კოდის გარჩევაზე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ჩემი გაკვეთილების მიხედვით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და თუ რაიმე გაურკვევლობა დაგრჩათ, რაიმე კითხვა დაგებადათ, აუცილებლად დააკომენტარეთ არ მომწერეთ, მე გიპასუხებთ. მადლობა კიდევ ერთხელ, ნახვამდის.